გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე, მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. უსამართლო დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებით, მმართველი გუნდი კოპენჰაგენში განვითარებულ პროცესებზე. კასპის ცემენტის ქარხანა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება იწყება. კიშინიოვში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135 სესია იმართება. სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მაკა ბოჭორიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გამართა ორმხრივი შეხვედრებიც. მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა უკრაინის, ლუქსემბურგის და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტს. მეგი ნარსავიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. სიტყვით გამოსვლა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ომში მყოფი უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვით დაიწყო. პირველმა დიპლომატმა ყურადღება გამახვილა სწორედ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ევროპა. ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა კი მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით ორმაგი სტანდარტია. ამ მიდგომაზე საუბრისას საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ნდობის რღვევა იწყება მაშინ, როცა ფაქტებზე მაღლადგება პოლიტიკური მიზნები. ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ პრინციპების დაცვას და პატივისცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. გამოსვლის დასაწყისში მსურს მტკიცე სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ რუსეთის განგრძობადი აგრესიით გამოწვეული ტანჯვისა და მსხვერპლის ფონზე. დღეს ევროპის წინაშე მრავალი გამოწვევა დგას, თუმცა ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა. არანაკლებ საშიშია სიმართლის რელატივიზაცია, ორმაგი სტანდარტები, პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ღირებულებების გადაფასება და დემოკრატიის სახელით, თავად დემოკრატიული პრინციპების დასუსტება. ბოლო წლებში ჩემი ქვეყნის კრიტიკა ზოგიერთისთვის ყველაზე მიმზიდველ საქმიანობად იქცა. კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია, მაგრამ მაშინ, როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მაღლა დგება, ეს უკვე არა დემოკრატიის გაძლიერებას, არამედ ნდობის რღვევას ემსახურება. თვალთმაქცობაა დემოკრატიის უკუსლაზე წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ. ქართველი ხალხის მხარდაჭერის მტკიცება და იმავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება, კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავე დროს სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება. რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის კრიტიკა რუსეთთან წინააღმდეგობის ხარისხის გამო და პრორუსული სიარლიყის მარტივად მიწებება. ეს უკვე არა პოლიტიკური შეფასება, არამედ რეალობის გამარტივება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევა. პრინციპების დაცვას და პატივისცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და რომლის 100,000-ობით მოქალაქეს საკუთარ სახლში დაბრუნების უფლება დღემდე წართმეული აქვს. ოკუპაცია, ეფექტიანი კონტროლი და რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების მიერ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ. ამის დასტურია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება. დღეს, როდესაც უკრაინაში კვლავ გრძელდება ომი, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად დაცული, თუ საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს, თუ ოკუპაცია დროთა განმავლობაში ახალ ნორმად გადაიქცევა და თუ ძალა სამართალზე მაღლა დადგება. საქართველო კვლავაც ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი და ყოვლის მომცველი მოგვარების პოლიტიკის და ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და რეგიონში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი და გვესმის, რომ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ესკალაციის არარსებობა კი არა, არამედ პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის, რეგიონისა და საერთო ევროპული მომავლის წინაშე. სესიის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა უკრაინელ კოლეგას. განმარტა, რომ უკრაინულ მხარესთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა შეიცვალოს მათი ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ჩვენმა ქვეყანამ კი ომში მყოფ ხალხს სოლიდარობა და მხარდაჭერა არაერთხელ დაუდასტურა. უკრაინის პირველმა დიპლომატმა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის დეტალებზე სოციალურ ქსელში დაწერა.
მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულ მხარესაც ჰქონდეს სწორი აღქმა, თუ რა განწყობები არსებობს და რა დამოკიდებულებები არსებობს ქართულ საზოგადოებაში იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში, ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მხარს უჭერთ ისევ და ისევ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინის სუვერენიტეტს, თუმცა გვაქვს ჩვენი, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები, თუ რას ემსახურებოდა ის რა დამოკიდებულებაც ჩვენმა საზოგადოებამ ნახა საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში და ზოგადად საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ როგორც პოლიტიკური, ისევე ჰუმანიტარული ამ წლების განმავლობაში თანმიმდევრულია. ჩვენ არასდროს არ გადაგვიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც დაიმსახურებდა რაიმე სახის უკმაყოფილებას ან კრიტიკას უკრაინულ მხრიდან. თუმცა ჩვენ ასეთი ბევრი მოვისმინეთ. ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის მცდელობები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ უკრაინული მხარის მხრიდან, რომ დიალოგი განახლდეს, ამას მხოლოდ პოზიტიურად თუ შევხედავთ და დანარჩენს დრო გვაჩვენებს თუ როგორ იქნება დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის ჩვენთვის განსაზღვრელი საქართველოსთან, ქართულ ხალხთან, ქართულ სახელმწიფოსთან დამოკიდებულება უნდა იყოს სამართლიანი და უნდა იყოს პატივისცემაზე დაფუძნებული. სხვანაირად წარმოუდგენელია ნებისმიერ ურთიერთობაში ნორმალიზაცია. ქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა შევხედროდი ჩემს ქართველ კოლეგას მაკა ბოჭორიშვილს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე. ჩვენი საუბარი წარმოადგენდა პირდაპირ გაგრძელებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის ახლახან გამართული დიალოგისა, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შედგა. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების ფართო დღის წესრიგი ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ კი დემოკრატიის და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის ფარგლებში. ასევე ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში მიმდინარე უახლესი პოლიტიკური დინამიკა. ვაგრძელებთ გამჭვირვალე პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას. პირველმა დიპლომატმა არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის შეხვდა ლუქსემბურგისა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტს. მაკა ბოჭორიშვილმა ლუქსემბურგის პირველ დიპლომატთან შეხვედრასთან დაკავშირებით თქვა, რომ ქსავიე ბეტელი სხვა ევროპელი თანამდებობის პირებისგან განსხვავებით დიალოგის მომხრეა, რაც მისასალმებელია. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის სხვა მისი კოლეგებისგან განსხვავებით არასდროს ამბობს უარს დიალოგზე. ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს შეხვედრები, ხშირად ვსაუბრობთ. მას აქვს ყოველთვის სურვილი, რომ პირადად მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები ამა თუ იმ საკითხზე. ძალიან ხშირად ხდება დისკუსიები საქართველოზე, მაშინ როდესაც საქართველოს არავინ ეკითხება პოზიციების დაფიქსირებას, არავინ ეკითხება თუ რა ხდება საქართველოს ჩვენი პერსპექტივიდან. შესაბამისად მისასალმებელია, როდესაც მსგავსი სურვილი უჩნდება კოლეგას, რომ გაიგოს რა ხდება რეგიონში, რა ხდება საქართველოში, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და როგორ შეიძლება გავაჩანსაღოთ და წვლილი შევიტანოთ საქართველოს ევროკავშირის დიალოგში და ურთიერთობებში. უკრაინის მიმართ სოლიდარობა და ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები არის ის მთავარი საკითხები, რომლებზეც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე გაკეთდა აქცენტი. პირდაპირ ეთერში მეგი ნარსავიძე გვერდთვებოდა. საქართველოს ხელისუფლება მზად არის უკრაინის ხელისუფლებასთან ჯანსაღი დისკუსიისთვის, თუმცა ელოდება დამოკიდებულების შეცვლას. პრემიერ-მინისტრმა იმ ნაბიჯებზე ილაპარაკა, რომლებიც უკრაინამ საქართველოსთან მიმართებით გადადგა. ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიუხედავად საქართველო მაინც ინარჩუნებს სამხრივი მეგობრობის რეჟიმს. ირაკლი კობახიძე ეხმიანება მიხეილ პოდოლიაკის იმ განცხადებასაც, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში, ან ის რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში გაიყვანონ. ჩვენ უკრაინას ვერავით არ წინაპირობებს ვერ დავუყენებთ, ეს არის ომში იმყოფი ქვეყანა, ჩვენ უკრაინას უსურვებთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მშვიდობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა და უკრაინული ხალხი არის მეგობარი ხალხი, როდესაც
უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯები გადაიდგა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენ დარჩით სამხრივი მეგობრობის რეჟიმში და ნებისმიერ შემთხვევაში რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ ვაპირებთ დარჩეთ სწორედ ამ რეჟიმში სამხრივი მეგობრობის რეჟიმში იმედი გვაქვს რომ უკრაინის ხელისუფლება შეცვლის დამოკიდებულებას ქართული ხალხის მიმართ და შესაბამისად საქართველოს ხელისუფლების მიმართ აბსოლუტურად სასაცილოა სააკაშვილის ამ კონტექსტში განხილვა რომელიც არის ეთნიკურად ქართველი და რომელმაც ჯერ უკრაინას დაუშავა ბევრი რამ და უფრო ადრე დაუშავა საქართველოს ბევრი რამ. ხო, როდესაც სააკაშვილის განიხილავს ვიღაც ფაქტორად ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში ეთნიკურად ქართველი კრიმინალის განხილვა რაიმე სახის წინაპირობად არის სრულად გამორიცხული. ჩვენთვის ვერ იქნება პოდოლიაკის ეს განცხადება საინტერესო, მით უმეტეს ეს არის ის ადამიანი რომელმაც პირველ რიგში უნდა სინანული გამოხატოს იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. საგარეო საქმეთა მინისტრი შემაშფოთებელს უწოდებს მოლდოვის ხელისუფლების დამოკიდებულებას სამი ქართული ტელევიზიის მიმართ. მაგა ბოჯორიშვილის თქმით აშკარა ორმაგი სტანდარტი. ფაქტს ქართულ მედიაზე ღია თავდასხმა დაფასებს პრემიერ-მინისტრი მოლდოვის ხელისუფლებისგან, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი მედია მაქსიმალურად შეზღუდა და ტელევიზიები დახურა. ქართულ მედიაზე თავდასხმა გასაკვირი არ არის საქართველოს ხელისუფლებისთვის. მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია ფეხბეშ არის გათელილი. მოლდოვაში დატოვეს სულ ორი ტელევიზიას. საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი 2. სინამდვილეში ორი სახელმწიფო ტელევიზია ფუნქციონირებს მხოლოდ მოლდოვაში. ესეც მეტყველებს საერთო მდგომარეობაზე, თუმცა თქვენ იცით რომ მოლდოვას არავინ ამისათვის არ აკრიტიკებს. ასეთ ფონზე, როდესაც ორი სახელმწიფო ტელევიზია დატოვეს სინამდვილეში მოლდოვაში, სახელმწიფო ამას ხასუსო ეს არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლები, სინამდვილეში ეს არის ორი სახელმწიფო ტელევიზია. ასეთ პირობებში არავის უკვირს რომ მოლდოვის ხელისუფლება თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც, ხო, მათ შეზღუდეს თავისუფალი მედია მოლდოვაში და ისინი ახლა თავს ესხმიან თავისუფალ მედიას საქართველოში. შეუძლებელია არ გამოვეხმაუროთ იმ დამოკიდებულებას, რა დამოკიდებულებაც არსებობს თუნდაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. როდესაც ჩვენ საუბრობთ დემოკრატიაზე, შეუძლებელია თვალი დავხუჭოთ ორმაგ სტანდარტებზე, რომელიც გამოიყენება საქართველოსთან მიმართებაში. შემაშფოთებელი იყო ნამდვილად იმ ფაქტის დანახვა, რომ საქართველოს სამ ტელევიზიას ეთქვა უარი აკრედიტაციაზე და ვერ შეძლეს მათ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელება და მინისტერიალის გაშუქება. ეს ნამდვილად არის საყურადღებო ფაქტი, ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ორგანიზაციის წევრებმა იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ, რომ რამდენად ხდება ორმაგი სტანდარტების გამოყენება, როდესაც საუბრობენ მედიის თავისუფლებაზე, როდესაც საუბრობენ სიტყვის თავისუფლებაზე. შესაბამისად, ეს ფაქტი ვერ დარჩებოდა ჩემი ყურადღების მიღმა გამოსვლისას. მართველი გუნდი ევროპარლამენტის მხრიდან მედიაზე კოორდინირებულ და მიზანმიმართულ თავდასხმაზე ამახვილებს ყურადღებას. ამოსაზრებას ამყარებს კონკრეტული ევროპარლამენტარების ღია განცხადებებით, რომ ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ თვეებია მუშაობენ. მათ შორის არის კრისტოფერ ბრეიზა, რომელსაც ელენე მეტრეველი ეხმარებოდა. ამის შესახებ მან თავად დაწერა. მეტრეველი ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე იპიპის აღმოსავლეთ პოლიტიკის კოორდინატორია, ასევე ახლო ურთიერთობები აქვს ოპოზიციასთან. მან დღეს ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ამ მიმართულებით მუშაობას ისევ განაგრძობს. თქვენ ხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები პრაქტიკულად სრულად კარგავენ სახეს. მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება, რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ახლა ევროპარლამენტმა, არის სრულიად სამარცხვინო, რა თქმა უნდა, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს. მედიის თავისუფლება არაფრად უღერს ევროპარლამენტს, ძალიან ემსგავსება, უკვე დაემსგავსა უბრალოდ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რასაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს ყველაფერი გამოსაგებია. მიზანმიმართულად გეგმაზომიერად თვეების განმავლობაში გეგმავდნენ ამ შესაძლებლობას, რომ პირველივე შესაძლებლობის დროს შეეზღუდათ იმედის საქმიანობა და ამას საჯაროთაც საუბრობდნენ. ხან რეზოლუციებში წერენ, ხან ინდივიდუალურ მიმართვებს ინდივიდუალურად მიმართავენ წევრ სახელმწიფოებს. ფაქტია, რომ არის კონკრეტული გეგმა იმისა, რომ ქართული ტელევიზიები შეიზღუდოს, ის ტელევიზიები, რომლებიც სიმართლეს საუბრობენ, რომლებიც არ ჩუმდებიან, როდესაც არის კრიტიკული სიტუაცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
უსამართლო დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებით. ასე ეხმაურება მმართველი გუნდი დანიის დედაქალაქში განვითარებულ პროცესებს, როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ევროპული ბიუროკრატია შერჩევითი მიდგომით მოქმედებს, როცა საქმე საქართველოს ეხება. საკუთარ ქვეყნებში არსებულ უსამართლობაზე კი თვალს ხუჭავს. პალესტინის მომხრე აქტივისტებმა კოპენჰაგენში დანიური გადამზიდი გიგანტის მაერსკის სათავო ოფისთან ბლოკადა მოაწყვეს და გააპროტესტეს კომპანიის გემებით ისრაელისთვის იარაღის გადაზიდვა. ბლოკადის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა, ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად. ინციდენტს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა მედიასა და საზოგადოებაში. აქტივისტებმა პოლიცია ძალის გადამეტებაში დაადანაშაულეს, თუმცა პოლიციამ კრიტიკა უარყო და ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში განაცხადა, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი კონკრეტულ სიტუაციაში ადამიანების ადგილიდან უბრალოდ გაყვანა და ასეთ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ფიზიკური ძალის გამოყენება. აქციის დროს 20 ადამიანი დააკავეს. კომპანია მაერსკი კი უარყოფს ისრაელისთვის იარაღის გადაზიდვის ბრალდებებს. ქრონიკამ დანიის საელჩოს კითხვით მიმართა, როგორია მათი პოზიცია, შეილახა თუ არა აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლება და მოხდა თუ არა მედია საქმიანობაში ხელის შეშლა. საელჩომ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაგვამის სამართა, ასეთივე შინაარსის კითხვა გაუგზავნეთ დანიის საგარეო უწყებას. ჩვენ სახელმწიფოს რომ მიათედი გაეკეთებინა, რასაც ახლა ჩვენ აი კადრებს საზოგადოებამ კადრებში ნახა, მიათედი რო გაეკეთებინა, ხოლო წარმომიდგენია რა რეაქცია იქნებოდა ამ ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან, გადააყოლებდნენ სახელმწიფოს, არ ვიცი, რეზოლუციაზე მიიღებდნენ, გააშავებდნენ ქვეყანას. დასანანია ნამდვილად, როდესაც ჩვენ ხედავთ უსამართლო დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ და ორმაგ სტანდარტს საკუთარ პოზიციაში, რომ თურმე შესაძლებელია საკუთარ ქვეყანაში ასე მოიქცე და ჩვენ ქვეყანას არ აქვს უფლება მაგალითად დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტები. კასპიის ცემენტის ქარხანა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, იწყება 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება, რომელიც ცემენტის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიურ ხაზდაედებას აფუძვლად. ახალი ღუმელის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას პრემიერი და ეკონომიკის მინისტრიც ესწრებოდნენ. მთავრობის მეთაურის თქმით, ჰანიվել ცემენტი ქვეყანაში ერთადერთი კომპანია, რომელსაც ამ პროდუქციის სრული ციკლით წარმოება შეუძლია. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს შეძლებს საკუთარი რესურსით იმპორტზე დამოკიდებულების გარეშე შეუფერხებლად მოამარაგოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული და დეველოპერული მშენებლობები. ჰანიվել ცემენტი ქვეყანაში ერთადერთი კომპანია, რომელსაც ამ პროდუქციის სრული ციკლით წარმოება შეუძლია. ახალი მასშტაბური პროექტი ჩვენს ქვეყანას საწარმო სიმძლავრის უპრეცედენტო ზრდას მოუტანს. წარმოება წლიურად 400,000 ტონით გაიზრდება და ჩამორად 2 მილიონ ტონას მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გახდება ამ თვალსაზრისით სრულიად თვითქმარი, ჩვენს საკუთარი რესურსით, იმპორტზე დამოკიდებულების გარეშე შეუფერხებლად მოამარაგებთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ და დეველოპერულ მშენებლობებს. ჩვენი საქმიანობის მთავარი ორიენტირებაც სწორედ ესაა, ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულების გამტკიცება, იმპორტზე დამოკიდებულების თვისებრივად შემცირება და ადგილობრივი ბაზრისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდება. ჩვენთვის ბუნებრივია პრიორიტეტულია გარემოზე ზრუნვაც. ამდენად მიასალმებელია, რომ საწარმო აღიჯორება უახლესი ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, რაც მინიმუმამდე დაიყვანს გარემოზე ზემოქმედებას და დანერგავს თანამედროვე მწვანე წარმოების პრინციპებს. მშენებლობის სექტორი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ინდუსტრია. 2025 წელს მისი წილი მშპ-ში 8% იყო, ხოლო სექტორში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 7.3 მილიარდ ლარს მიაღწია. 2023-2025 წლებში მშენებლობის სექტორი საშუალოდ 9.3%-ით გაიზარდა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ეკონომიკური პროგრესი კონკრეტულ პროექტებში აისახება. ახალ საწარმოებში, გაფართოვებულ წარმოებაში, გაზრდილ ექსპორტსა და ადამიანებისთვის შექმნილ ახალ შესაძლებლობებში. ის პროექტები, რომელიც ალბათ რაღაცა შეიძლება ყველა საინტერესოა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჯერ კიდე არ მომხდარა, ესენი არის პორტები, ჰიდროელექტროსადგურები, ახალი აეროპორტი, პროექტები, რომელზეც ჩვენ ქვეყანაში ბევრი ლაპარაკი მიდის და იმედი გვაქვს, რომ მალე დაიწყება, ამისთვის ვემზადებით ჩვენ, რომ ჩვენ შევძლოთ, რომ მივაწოდოთ ის ცემენტი და ის ბეტონი, რომელიც ამ პროექტებს დაჭირდება და ამიტომ ვამატებთ არა მარტო კლინკერის წარმოებას, რომელიც ჩვენ მათ ერთ-ერთი კლინკერის წარმოება ქვეყანაში, არამედ ასევე წისქვილის მოცულობებსაც ჩვენ გავზრდით წისქვილის მოცულობებს, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისევე დასავლეთ საქართველოში. კლინკერის წარმოების და მოხდება 400,000 ტონით წლიურად და მიაღწევს 2 მილიონ ტონას, ხოლო ცემენტის წარმოება გაიზრდება დაახლოებით 450,000 ტონით
და 2.7 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ორივე ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლა დაგეგმილია 2028 წლის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი ხედვით ქვეყანა შევა ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდის ფაზაში და ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად მზად შევხვდეთ ამ ეტაპს. მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს. ცვლილებების მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლობის მქონე გარემოს შექმნა. სწორედ ეს საკითხი განიხილეს პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამშენებლო კომპანიების და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან. სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარეთ ცვლილებების პროექტი, რომლებიც გააჯანსაღებს სექტორში ვითარებას, არის საკითხები ფასებთან დაკავშირებით, ინდექსაციასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რა, რომ მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები და ამასთან ერთად გვინდა რომ გავაძლიეროთ მაქსიმალურად კომპანიები, კონკრეტულად ქართული კომპანიები. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, მათი მხრიდან არსებითად დაიმსახურა ცვლილებებმა მოწონება და ასევე გამოთქვით სრული ემსაობა, რომ მომავალშიც მაქსიმალური კონსულტაციების რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა შესაბამის კომპანიებთან და სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ უნდა მივახციოთ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას და სათანადო ფასებს. ჩვენი მთავარი ამოცანაც და მიზანიც არის სექტორის გაჯანსაღება და სექტორის გაჯანსაღებისთვის ერთის მხრივ აუცილებელი არის რომ ჩვენ კონტროლი რა თქმა უნდა გავაძლიეროთ, თუმცა შევუქმნათ კერძო სექტორს და კერძო კომპანიებს ის პირობები, რაც მათ უკეთესად ოპერირების საშუალებას მისცემს, უფრო სამართლიანი იქნება თამაშის წესები და ვფიქრობ ის გადაწყვეტილებები, რაც დღეს გავაჟღერეთ ჩვენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები არის მართლაც რევოლუციური. ეს არის გარდამტეხი შეხვედრა, სადაც მნიშვნელოვანი სიახლეები გაგვიცხადეს, რომელიც პირდაპირ მიმართული არის სექტორის გაჯანსაღების კუთხით, სწორი ადეკვატური ფასწარმოქმნის კუთხით. პირველად შეიქმნა ის გარემოება, როდესაც მთავრობამ აგრესიული მოქმედი ნაბიჯებს დგავს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც ამ სექტორში არსებობდა წლების განმავლობაში, რომ ამას უპასუხოს იმ სწორი ქმედითი ნაბიჯებით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს როგორც კაპიტალური ხარჯების შესყიდვის ეფექტურობის და ასევე ხელშეუწყობს ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების კაპიტალიზაციის ზრდას. საქართველოს პირველ ლედის ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს აქციებზე დაკავებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. თამარ ბაგრატიონის თქმით, ის პრეზიდენტის საქმეებში არ ერევა. არასდროს არ ვერევი მე ჩემის ფრის საქმეებში. მე მთელი ცხოვრება ჰუმანურ მისიებს ვემსახურები. ახალგაზრდები გასაგებია რომ შეწყალებას ითხოვენ და ვისაც კანონი ეკუთვნის შეწყალება, ყველა შეწყალებული იქნება. ნიკა გვარამიას განცხადებას გახარეს პარტიის ალიანსში გაერთიანებაზე თავისივე პარტიის წევრები ეწინააღმდეგებიან. გვარამიასგან განსხვავებით მისი თანაპარტიელები აცხადებენ, რომ არც ლელოს და არც გახარიას პარტიას პარტნიორებად არ განიხილავენ. ამას ნიკა გვარამიას პასუხიც მოყვა. რაც შეეხება თავად გახარიას პარტიას, მათი თქმით, ნაციონალურ მოძრაობასთან რაიმე სახის გაერთიანებაში შესვლა გამორიცხულია. ლელო და გახარია რომელ გაერთიანებაში შევა, ის გაერთიანება ვერასდროს გამოხატავს ხალხის ნებას. ერთი ხედით გვეპატიჟებიან, მეორეთი ტალახს გვესვრიან. მძიმე დიაგნოზია. twini რომ გასხლა ბევრმა ყველა გაერთიანდითო ამ ყველაში რას გულისხმობდით იქნებ განმარტოთ. ვისაც ლაქლაკი და ენის ფხანა გონია საქმე ან ვისაც სიტყვა ყველას მნიშვნელობა უკიდურესად თავისებურად ესმის, ან ვინც ფიქრობს რომ ერთობით მოტანილი სირთულეები და ემოციური გაუგებრობები ვინმეს გვეხალისება ძალიან შემცდარა. ვისაც გონია რომ ყველა უდრის მე ვინც მომწონს ყველა, ან შარზეა, ან შეგნებულად დესტრუქციულია, ან ქართული ენის ზოგიერთი სიტყვის შინაარსი არასწორად ესმის. ჯერ ერთი ეს განცხადება უპრინციპობას ემეტყველებს, როცა კაც ეძახით ვალდხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს რა თქმა უნდა უპრინციპობის გამოხატულება, თუმცა მათთვის ეს დამახასიათებელია, ხო, აბსოლუტურად დამახასიათებელია უფლებრივ ყველა ამ პარტიისთვის უპრინციპობა სინამდვილეში. ყველა ეს პოლიტიკოსი არის ერთი კოლექტიური ძალის წარმომადგენლობა, ეს არის უცხოური აგენტურა, კოლექტიური ნაცმოძრაობა, შესაბამისად მათ შორის ეს რაღაცა
კონფლიქტებიც არის აბსოლუტურად ხელოვნური, ეს არის ერთი ძალა. მათ აერთიანებთ ერთი რამ, ყველა მათგანი არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი, ყველა მათგანი არის კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელი, იქნება ეს გვარამია, ლელო, გახარია თუ ნებისმიერი სხვა. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს ერთ ქოლგის ქვეშ და ამ ქოლგას ქვია უცხოური აგენტურა. გვარამია ეხა ეჭვიანობს ეთყობა გახარიას მიმდევრებზე. იმიტომ რომ ეს ერთი კოლექტიური ნაცმოძრაობა იყო თავის დროს. გახარია რატო გაგვიდგა ჩვენ? პრემიერ-მინისტრი იყო ყველაზე რთულ მომენტში გადახდა. მელიას ვერ დავიჭერო. მელია ვინა ნაცია. გახარია მათი არ არის. ერთი კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები არიყვნენ. წინასაარჩევნოდ ერთად არ დარბოდნენ. ეხლა გაემიჩნენ, ეხლა არიან ცალ-ცალკე არაფერიც. ძლიერი ოჯახი, ძლიერი სახელმწიფო ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ორგანიზებით პარლამენტში ღონისძიება გაიმართა, რომელიც შალვა პაპუაშვილმა გახსნა. წარმოდგენილი იყო სკოლის მოსწავლეების თემატური ნამუშევრების გამოფენა თემაზე ჩემი ოჯახი, ჩემი თვალით დანახული სამყარო. ქართულ ოჯახს ასევე განსაკუთრებული როლი ითვისებოდა იმისთვის, რომ ყოფილიყო გარკვეული კერა, სადაც ადამიანები ოჯახური ღირებულებებთან ერთად ასევე ეროვნული შეძლების თვითშეგნება ყალიბდებოდა. აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ინსტიტუცია ოჯახი მისი მნიშვნელობა და ღირებულება არ დაიკარგოს. და სწორედ ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივა, რომ ოჯახის სიწმინდის დღე დაარსებულიყო და ამ დღეს ყველა კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავით და გაგვიცნობიერებინა ის, თუ რა საუნჯე გვაქვს და რა საფრთხე არსებობს სწორედ ამ საუნჯის დაკარგვის, გაუბრალოების, მნიშვნელობის შემცირების. ამ ბავშვებმა ზუსტად იციან ოჯახი რა არის. ზუსტად იციან, რომ ოჯახი იწყება სიყვარულით, როგორც ღმერთი იწყება სიყვარულით და თუ ოჯახი არ გიყვარს, არ გიყვარს შენი სამშობლო. ასე რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ბავშვებს უყვართ საქართველო, უყვართ თავიანთი მშობლები, ბებია და ბაბუები. დაძმები. ოჯახი ნამდვილად არის საძირკველი, რომელზეც შენდება საზოგადოება და 17 მაისის აღნიშვნას უერთდება დღევანდელი ღონისძიების პარლამენტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს უბრალოდ ტრადიცია არ არის, ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც პატრიარქმა დაგვიტოვა, ამის სისტემური და პოლიტიკის დონეზე პასუხისმგებლიანი აღსრულება ჭირდება და პარლამენტში მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფი სწორედ ამას ისახავს მიზნად. ძალიან იმოქმედა ჩვენზე, რომ ოჯახთან ერთად ზოგიერთ ნახატზე შემნიშნა, რომ არის ეკლესიაც გამოსახული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის კავშირი ეკლესიასთან აუცილებლად და ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ საქართველოში ყოველთვის იქნება ეს დამოკიდებულება და არასოდეს არ მოხდება ოჯახური ღირებულებების და ოჯახის ინსტიტუტის დაკნინება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. ლევან ხარაბაძის გადაწყვეტილებით აჭარის სტრუქტურულ დანაყოფს გელა კანდელაკი, ხოლო გურიის სტრუქტურულ დანაყოფს ირაკლი სარჯველაძე უხელმძღვანელებენ. შეხვედრაზე უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დანაყოფების უფროსებისგან მოისმინეს ინფორმაცია მათ სამოქმედო ტერიტორიაზე საფინანსო ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, გამოძიების და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა. სტუდენტური კონკურსი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული პროცესი 2026 კონკურენციის სამართალს დაეთმო. მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ანტიკონკურენტული შეთანხმებები, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და კონცენტრირების კონტროლი.
პროექტის ფარგლებში რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა ევროკავშირის სასამართლო სისტემას, მისი ფუნქციონირებისა და გადაწყვეტილებების მიღების სპეციფიკას. ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. 2026 წელს ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირდა 277 სტუდენტისგან შემდგარი 83 გუნდი, როგორც თბილისის, ისე რეგიონების უნივერსიტეტებიდან. პროექტის მონაწილეებმა ონლაინ ფორმატში გაიარეს 6 ტრენინგი ევროკავშირის კონკურენციის სამართალთან დაკავშირებით. წერილობითი პოზიციების შეფასების შედეგად შეირჩა 8 საუკეთესო გუნდი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ზეპირ ეტაპზე. მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა მონაწილეობა მიმეღო იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში. აღნიშნული ჩემთვის პირველი მცდელობა იყო იმიტირებულ პროცესში მონაწილეობისა, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებისა და პროფესიული უნარების განვითარებისათვის. დღეს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა, წელს მისი დაბადებიდან 135 წელი შესრულდა. ძველაბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამოიფინა უიშვიათესი ექსპონატები, რომელიც მწერლის ცხოვრებას და მოღვაწეობას ეხებოდა. სახლ-მუზეუმის ეზოში სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი იმართება, რომელსაც საღამოს ანსამბლი დიდგორი დახურავს. ღონისძიებას მწერლის ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. კონსტანტინე გამსახურდია იყო ის ქართველი მწერალი, რომელმაც ქართულ სიტყვას ახალი სიღრმე, მხატვრული დატვირთვა და ფილოსოფიური განზომილება მიანიჭა. ხედავთ ექსპოზიციას, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მოამზადა ჩემი ხელმძღვანელობით. აქ თემატიზებულია მწერლის ბიოგრაფია და მისი შემოქმედება წლების ეტაპების მიხედვით. კონსტანტინეობას 1999 წლიდან აღნიშნავს აბაშა. დღესაც როგორც ყოველთვის უამრავ სტუმარს სტუმრობს ჩვენი მუნიციპალიტეტი. სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს და სახლ-მუზეუმის ეზოში დღეს სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები იმართება. საღამო დასრულდება დიდი საზეიმო კონცერტით. კანის 79 საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში 15 მაისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და სომხეთის კინოფონდს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის კინოსფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, ასევე გამოცდილების გაზიარებას კინოწარმოების სფეროში. წელსაც ისევე როგორც ყოველწლიურად საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წარმოდგენილია კანის 79 კინოფესტივალზე საკუთარი პავილიონით. დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები. დღეს კი ხელი მოეწერა სომხეთის რესპუბლიკასთან მემორანდუმს. ეს საშუალებას მოგცემს პროდიუსერებს შორის მოხდეს და განხორციელდეს ერთობლივი ფილმის წარმოება, ასევე საშუალება გვექნება, რომ ვითანამშრომლოთ ფესტივალებთან დაკავშირებით, გავცალოთ საგანმანათლებლო პროექტები და უამრავი სხვა ინიციატივები. მოხარული ვარ, რომ დღეს მემორანდუმს ხელი მოეწერა. ეს საქართველოსა და სომხეთს შორის კინოსფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და კარგ შესაძლებლობას ქმნის პროდიუსერებისა და რეჟისორებისთვის, რათა ერთად იმუშაონ და ერთმანეთთან მჭიდრო კავშირები დაამყარონ. სპორტის მინისტრმა საქართველოს ბოდიბილდინგის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ფიტნესისა და ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ევროპის ჩემპიონატი ესპანეთში გაიმართა. კლასიკის კატეგორიაში პირველი ადგილი მინდია ჭინჭარაულმა დაიკავა, მან მისტერ ევროპის ტიტულიც მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია. ფინალში კიდევ ორმა სპორტსმენმა იასპარეზა, სანდრო დავითურმა და თეონა დადეშქელიანმა. 6 თვის განმავლობაში ვემზადებოდი ამ ჩემპიონატისთვის. დავიკავე პირველი ადგილი კატეგორიაში კლასიკ ფიზიკი, გავხდი ევროპის ჩემპიონი. პირველად ისტორიაში საქართველოს წასულმა სპორტსმენმა კლასიკ ფიზიკის კატეგორიაში მოიპოვა ოქროს медали, ასევე ორი ფინალი გავაკეთეთ ქართულმა სპორტსმენებმა, რაც არის ძალიან დიდი ისტორიული მოვლენა. სახელმწიფო რა თქმა უნდა მხარს უჭერს საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაციას, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ისე კომერციული თვალსაზრისითაც ძალიან პოპულარული მზარდი სახეობა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და ფიტნესი. ქრონიკა 17-ზე დასრულებულია, რამდენიმე წუთში იმედის ეთერს ნათესორდია განაგზობს სტუმრებთან ერთად, მე გემშვიდობებით, ნახვამდის.